საღამოს ტრადიციულად საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგზელებთ და ვიწყებთ განვლილი კვირის შეჯამებით, რომელიც ამერიკისათვის დიდად სახარბიელო არ ყოფილა, რადგანაც საშუალო დაახლოებით 1,5%-იანი კორექცია ვიხილეთ. სამწუხაროდ მიმდინარე კვირაც ნეგატიურ ნოტაზე დაიწყო, როგორც ხედავთ, კლება გვაქვს ძირითად ინდექსებთან მიმართებით და თანაც ვარდნა არის საკმაოდ მკვეთრი, მაგალითად S&P 500-ის შემთხვევაში ეს არის ლამის 1%-იანი კორექცია, Dow Jones-თანაც ვითარება არის ანალოგიური, Nasdaq-ის შემთხვევაშიც კლება არის დაახლოებით 1% და ზოგიერთ მსხვილ კომპანიას საერთოდაც რამდენიმე მილიარდიანი თანაკლისით კი დაუგროვდა ბოლო 1 კვირის განმავლობაში. ამერიკიდან ევროპაში ვინაცვლებ, სადაც ანალოგიური ვითარება გვაქვს, როგორც ხედავთ, 0.5%-ით არის შემცირებული ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია. კლება შეინიშნება იაპონიაშიც, სწორედ 1%-ით არის შემცირებული ნიკეის ინდექსი, ხოლო ერთადერთი დადებითი შედეგი გვაქვს ჩინეთში, სადაც შანხაის ინდექსის ღირებულება 0.21%-ით მოიმატა. ზოგადად წინა საახალწლო პერიოდში ამერიკულ ბირჟებზე კლება არის ერთგვარი ტრადიციის ნაწილი, რადგანაც როგორც წესი ინვესტორებს ამ დროს ETF-ების გაყიდვა უნდებათ, თანხის განაღდება და შემდეგ ამ თანხით საკუთარი თავისათვის, მეორე ნახევრისათვის თუ საყვარელი ადამიანებისა და მეგობრებისათვის საჩუქრების ყიდვა. ამიტომაც ეს პერიოდი როგორც წესი საფონდო ბირჟებისათვის დადებითი და სახარბიელო არასოდეს არ არის, თანაც ამას ემატება ისიც, რომ ვაჭრობის საერთო მოცულობა, იგივე trading volume არის საკმაოდ დაბალი, ამას კი ის განაპირობებს, რომ ამ დროს ძალიან ბევრი კომპანია და ძალიან ბევრი ადამიანი ისვენებს, ზოგიერთი მათგანი შვებულებას იღებს, შესაბამისად საფონდო ბირჟისათვის დიდად არც არავის სცალია, ამიტომაც ეს პერიოდი რომ შედარებით ვოლატილური იყოს და თანაც კარგი ტენდენციები არ ეკვეთებოდეს, გასაკვირი არ უნდა იყოს. ამას ისიც ემატება, რომ არც ერთი კომპანია კვარტალურ შედეგებს არ წარმოადგენს, არც ერთი კომპანია არ აანონსებს ახალი პროდუქტების ჩაშვებას, ამავდროულად ამას ისიც ემატება, რომ ფედერალური რეზერვი თუ სხვა მნიშვნელოვანი უწყებები გადაწყვეტილებებს არ იღებენ და არც ამერიკის მთავრობა ასე ჯაროებს მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემებს, ამიტომაც ერთი მხრივ გვაქვს მდორე ეკონომიკური მოცემულობა, მეორე მხრივ კი გვაქვს საახალწლო ხარჯები, ეს ყველაფერი კი მოგეხსენებათ საფონდო ბირჟაზე პირდაპირ დადებითად ნამდვილად არ აისახება, თუმცა როგორც წესი საახალწლო პერიოდის მიწურული უკვე კომპანიებისათვის ძალიან კარგია, რადგანაც კვარტალური შედეგები საჯაროვდება და მაშინ ვიგებთ თუ ვინ რა იშოვა. დროა გადავინაცვლოთ ახლა უკვე ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ვითარება არის დადებითი ნავთობის ინვესტორებისათვის, რადგანაც ერთ კვირაში ლამის 3%-ით გაძვირდა ნავთობი და როგორც ხედავთ, ბრენტის ღირებულებამ უკვე $74 ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო WTI $71 არის. ხელმისაწვდომი ასევე მომატებული არის რუსული ნავთობის ფასიც, როგორც ხედავთ, ლამის $78 შეადგენს ურალის ფასი, ზრდა როგორც ხედავთ, საკმაოდ დრამატულია, თუმცა ყველაზე მკვეთრი მატება ბოლო პერიოდში აქვს ბუნებრივ აირს, რომელიც ამერიკაში მაგალითად დღის განმავლობაში გაძვირდა 17%-ით, ევროკავშირის მასშტაბით კი მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება, როგორც ხედავთ, €48 ნიშნულს აღწევს, ეს არის ერთ კვირაში 4%-ით, ერთ წლიან პერიოდში კი 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზი მიმდინარე წელს ყველაზე მეტად გაძვირებული ენერგორესურსია. კლება გვაქვს ოქროსთან მიმართებით დაახლოებით $20-იანი და როგორც ხედავთ $2599-მდე არის შემცირებული ამჟამად უნცია მეტალის ფასი. ამ კლების მიუხედავად მინდა გითხრათ, რომ ერთ წლიან პერიოდში ოქროს მაინც დადებითი შედეგი აქვს, მატება არის 26%. კრიპტოინდუსტრიაზე უნდა გავაგზავნოთ საუბარი, რომელსაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში საცახარბელოდ არ აქვს საქმე, როგორც ხედავთ, კლება გვაქვს 4%-ზე მეტი, ხოლო საერთო შეფასება ინდუსტრიისა შეადგენს $3,360 მილიარდს. ბიტკოინის ფასი 91,700-ია, ეთერიუმის $3,300 ივაჭრება. როგორც ხედავთ, კლება გვაქვს 1-დან 2%-ის ფარგლებში, კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინის არის $1,818 მილიარდი, ეთერიუმის კი $399, შეგვიძლია ვთქვათ $400 მილიარდი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც მოგეხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილი. დღის განმავლობაში საქართველოს ბანკის ჯგუფს ჰქონდა დაახლოებით 2%-იანი ზრდა, თუმცა მინდა დავაკვირდეთ აი ამ მოცემულობას, რაც ხდება მთელი დეკემბრის განმავლობაში. როგორც ხედავთ, აქციების ღირებულება არის მინიმალურად შეცვლილი, ზოგჯერ არის 2%-იანი მატება, ზოგჯერ არის 2%-იანი კლება, მაგრამ პლუს-მინუს ქართული კომპანიების აქციები არც ზევით მიდის და არც ქვევით. იგივე ვითარება TBC-ის შემთხვევაშიც ჩარტი ფაქტობრივად ანალოგიურად გამოიყურება, დღეს კი იყო 1,80%-იანი მატება. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის გასვლმა კურსმა დღეს შეადგინა დოლართან მიმართებით 2.80, ანუ ლარი ერთგვარად სიმყარეს ინარჩუნებს. ევროს გასვლითი კურსი არის 2.93, ხოლო სტერლინგის გასვლითი კურსი 3.53-ია და ბოლოს
ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიური ასაჩვეულოდ 8.59%-ის ფარგლებშია. ეს სარგებელი გერიცხებათ ყოველდღიურად, ხოლო მისი გატანა თანხის მოცულობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ასევე ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. თავად Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანიაა.